Საომშვიდობისა დღეს შაბათია და ტრადიციულად ბულვარი ჯიზზე გრძელდება გადაცემა პორტრეტი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ძალისმიერ სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონი ილია ქოჩიაშვილი. საომშვიდობისა ილია, დიდი მადლობა რომ ხარ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. როგორ ხარ? კარგი, თქვენ როგორ ხართ? კარგად, როგორი განწყობით ხარ მოსული? სპორტული და შემართებით განწყობა გაქვს თუ ისე რა? არა, ჩვეულებრივი რა თქმა უნდა, ყოველ სპორტული განწყობაზე ვარ. არასოდეს არ ყოფილვარ ისეთ განწყობაზე, რომ რაც ჩემი თავი ვერ მეცნო ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან მშვენივრად გამოვიყურები და მადლობას მოიხდით პირველ რიგში ეთერში მოწვევისთვის. თქვენ მადლობას მოუხდი მაყურებელს, რომ გვიყურებენ. ავის ყველაფერს საუკეთესოს უსურებ ყველას, ჩემი თამადობით ყველა სპორტს, რა თქმა უნდა. ილია, მოდი სანამ უშუალოდ სპორტზე გადავალ და შენ საქმიანობაზე, გაიცანი პიროვნულად საზოგადოებას, ვინ არის ილია ქოჩიაშვილი, რა საქმიანობს და ასე შემდეგ. ილია ქოჩიაშვილი არის ერთ-ერთი მოქმედი სპორტსმენი, რომელმაც 2016 წლის ივნისში მიიღო მსოფლიო თასის გათამაშებაზე მონაწილეობა და გახდა მსოფლიო თასის ჩემპიონის გამარჯვებული, რომელიც შეჯიბრი ჩატარდა უკრაინაში, კერძოდ ლუცკში, სადაც მონაწილეობდა 12 ქვეყანა. 12 ქვეყანიდან მე ვიყავი ძალოვანი სტრუქტურებიდან წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო ამ შეჯიბრში მონაწილეობა. 100 კილოწონით კატეგორიაში მე გავხდი მსოფლიო თასის ჩემპიონი. ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა, ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ შეჯიბრში, რომ იმეღო მონაწილეობა. მანამდე რა თქმა უნდა მე გავიარე კვალიფიკაციის სასამაღლებელი ტურნირი, რომ მე უფლება მომცემოდა რომ მივსულიყავი ამ შეჯიბრამდე და მიმეღწია და მიმეღო მონაწილეობა ამ შეჯიბრში. და მერტისნებით როგორც ყოველთვის წვალება ფასდება და ამ დიდი წვალებიდან ანუ ჩამოვედი უკრაინა გამარჯვებული და ამაზე დიდი ბედნიერება რომ არაფერი არ არის, რომ როცა ქართველი ანუ საქართველოს მოქალაქე მიდის უცხოეთში და უცხოეთში ასწევს საქართველოს დროშას, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ ყოფილა. მე რო ჩამოვედი მაშინვე აღნიშნა ეს, რომ ამაზე დიდი ბედნიერება მე ცხოვრებაში არ მგებია რა და ეს ყველაზე ერთი ჩემი უბედნიერესი დღე იყო, რომელიც ესეთი გამარჯვებით დამთავრდა და ესეთი შემართებით დავუბრუნე საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ და გასახელებინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ეს ყველას გაგვიხარდება და რამც მაინტერესებს, ანუ დიდი ხანია რაც ამ სპორტით ხარ დაკავებული თუ ანუ საერთოდ სპორტი დიდი ხანია რაც დაკავებული ვარ, მაგრამ რაც ძალისმიერ სამჭიდზე ორი გადასული, სადღაც 3-4 წელი იქნება რა. რომელი სპორტით იყავი ადრე დაკავებული და სხვა ჩემპიონატებზე თუ გაქვს მონაწილეობა მიღებული? კი, ადრე ვარჯიშობდი კარატეზე, კიოკუშინკაი კარატეში. ბატონ გოჩა კაკაბაძესთან, რომელმაც დამაწყებინა ეს სპორტული ჟინი, რამაც გამიჩინა ამ კაცის დიდი დამსახურება არის, რომელმაც ჩემ სპორტული კარიერაში დიდი წვლილი შეიტანა და ყველაზე დიდი როლი ითამაშა. მე რო ესე ჟინით და ესე შემართებით ყოფილიყავი სპორტის მიმართ. რა თქმა უნდა, კიოკუშინკაი კარატეში სამგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ, ისაც ბატონი გოჩას დამსახურებით, იმიტომ მაგაცმა კიდევ და კიდევ აღნიშნავს ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, იმიტომ რომ ეგ ადამიანი რო არ ყოფილიყო, შეიძლება მე სპორტისთვის საერთოდ ყურადღება არც მიმექცია რა, მაგრამ მაგან დამაწყებინა ეს ყველაფერი. შენი სპორტი და სამსახური ერთმანეთს ხელს არ უშლის, ხო? როგორც ვიცი და ესეც ვიცით, რომ შენი სამსახური დაგეხმარა იმაში, რომ გამგზავრებული ხარ ჩემპიონატზე. დიახ, პირველ რიგში რაც მინდა მე ვთქვა და ყოველთვის მაგას აღნიშნავ, მადლობა მინდა გადაუხადო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ესე გვერდში დგომისთვის, ანუ მაგით სახსრებით მოხდა მე რომ უკრაინაში გავემგზავრე და ჩემპიონატზე მონაწილეობა ყველანაირად გვერდში დამიდგნენ და პირადად მინდა ჩემ უშუალო უფროსებს გადაუხადო დიდი მადლობა რომ ყველანაირად გვერდში მიდგანან დღემდე. ვარჯიშის მხრივ, შეჯიბრის მხრივ, რომ ყველანაირად იმის დროს და იმის უფლებას მაძლევ რომ მე ვივარჯიშო, მე გამოვნახო დრო სავარჯიშო და მე აქტიურად ვიყო სპორტში ჩართული რა. უახლოეს მომავალში თუ აპირებ კიდევ რაიმე შეჯიბრებაზე გასვლას? კი, რა თქმა უნდა, ეხლა შეჯიბრებზე როგორ არ ვაპირებ გასვლას, მაგრამ ეხლაც მქონდა ოქტომბერში ევროპაზე შემოთავაზება ისე უკრაინაში წასვლაზე, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ რაღაც შეჯიბრი ძალიან ახლოს შეუწევდა, ანუ ფაქტიურად დასვენებაც უნდა გამოსვლოდა, რომ დამესვენებინა, მაინც ადამიანს თქვენს კარგად იცით, რომ სამხელა წონებთან აქვს შეხება. მალმალე შეჯიბრზე გასვლა ჩემთვის მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ რომ მირჩევნია რომ როცა მოვალ უფრო ფორმაში და უფრო როცა ენერგიულად ვიქნები, მაშინ გავიდე ვიდრე
შეჯიბრები მოაწვეს და მოაწვეს ახლო და ყველა შეჯიბრი მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა დეკემბერში შედგება 2017 წლის ცხრილი და მაგიდან უკვე მეცოდინება როდის უნდა წავიდე რა. შეიძლება ტელეკრანებზე ხარ ჩანს, მაგრამ თქვენ ხართ ჭარბიწონის ადამიანი და ეს არ გიშლით ხელს თუ პირიქით თუ უკეთესია? პირიქით მე ჭარბწონასთან უფრო კარგად ვარ დამოკიდებული, იმიტომ საერთოდ წონას ჩემს ხელი არ შეუშლია. უბრალოდ რა შეჯიბრზე გადიხარ, შენი წონა უნდა აკონტროლო რა, იქ შეჯიბრზე რო გადიხარ, წონის მიხედვით ხდება რა. რა წონის კატეგორიაში გადიხარ, იმის და მიხედვით ხდება შეჯიბრზე გასვლა. შეიძლება არ იყო ჭარბწონაში, ანუ შეიძლება იყო უფრო გამომშრალი და გავხიდა, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეგ უკვე ადამიანზეა დამოკიდებული თვითონ გამომშრალი იქნება თუ მასაში იქნება. უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს აუხსნათ თუ რა სახეობის სპორტია ის, რომელსაც ანუ ძალისმიერი სამჭიდი მოიცავს სამ ცალკეულ მოძრაობას. ანუ ეს ქვია ეს პირველი მოძრაობა არის დაწოლილზე, ანუ აწევა წონის ამოწევა ქვევიდან და წონის მესამე კატეგორია არის ბუქნი, ესე ქვია რა, ანუ წონის დადება მხრებზე, ჩაჯდომა და ადგომა. ამას ქვია სამჭიდი. თქვენ რამდენად უწევთ რეკომენდაციას სპორტ დარბაზებში ტრენერის გარეშე ვარჯიშს? მე არის თუ არა ეს მისაღები თუ საზიანოა ადამიანისთვის? რამდენ დარბაზშიც ყოფილა და რამდენ დარბაზზეც გამიმახვილებია ყურადღება, როცა ადამიანი ამ სპორტითაა დაკავებული, თვითონ არასდროს არ უნდა მიიღოს ისეთ წონებთან დამოკიდებულება და ისეთ წონებთან არასდროს არ უნდა მივიდეს, რაც არ იცის რა უნდა გააკეთოს. იმიტომ შეიძლება დაიზიანოს. ჩვენს გადაცემას ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ უყურებს ძალიან ბევრი მანდილოსანი და მათ შორის ესე რომ ვთქვათ, გასათხოვარი გოგონები, რომლებიც დაინტერესდებიან შენით და აუცილებლად მოიხიბლებიან და არის თუ არა ექვიჩიაშვილი დაკავებული ამ ეტაპს, ყავს თუ არა მეუღლე? არა, დაუჯახებული არა, რა თქმა უნდა. ჩემი მიღწევები და ანუ მიზანი ერთი რაც არის, უფრო მინდა რომ კიდე ხელმეორედ ვასახელო საქართველოს. ხელმეორედ ავწიო რომელი ქვეყანაში სარგინა ვიყო საქართველოს დროშა და დაუბრუნდესო საქართველოში გამარჯვებული. როგორც ასეთი დაუჯახებული ნამდვილად არა ვარ, ისევ და ისევ სპორტით ვარ დაკავებული და სამსახურით. ანუ სპორტი არის თქვენი მეორე ნახევარი. თუნდაც. მოკლედ გოგონებო, ამ ყმაწვილის გული არის თავისუფალი და შეგიძლიათ იბრძოლოთ და მოიპოვოთ. მე ვფიქრობ, არც ისე რთული არ უნდა იყოს თქვენთვის ეს. მოეწონება თუ არა ილიას გოგონა, რომელიც ეწევა სიგარეტს და დადის ღამის კლუბებში? ანუ ეხლა მე ჩემი პრინციპები გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. მე იმას ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი თუ შემიყვარდა მეთქი სიგარეტს რო ეწევა, მაგას თავს დავანებებ მეთქი, ეგ ცოტა რაღაც მიუღებელი არის. ანუ როგორც ასეთი რომ ეხლა კლუბებში დადიოდეს და 24 საათი გასული იყოს და ადამიანი ვერ ხედავდე, ეგ ცოტა რთული არის, ხო? ყველა ადამიანს პატივს ვცემ იმას არ ვიძახი რომ ადამიანი რადგან კლუბში დადის, რადგან სიგარეტს ეწევა, ის ადამიანი არ არის ნორმალური, რა თქმა უნდა, მე მაგას არც ვიტყვი. ქართული ტრადიციული გამოთქმა ხალი, ვიცი მე სამზარეულოში ეთანხმებით თუ არა? რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, ადამიანი ეხლა იმისთვის არ არის დაბადებული მით უმეტეს მანდილოსანი, რომ მარტო სამზარეულოში იყოს. მოკლედ და გაქვთ შანსი რომ მოიპოვოთ ილიას გული, მთავარია იყოთ სექსუალურები, იყოთ დამჯერები, არ გიყვარდეთ ძალიან კლუბში სიარული, უპირატესობაში ჩაგეთვლებათ თუ არ ეწევით სიგარეტს და სასურველია იცოდეთ სამზარეულოში ფუსფუსი რა შეყვარებული არის, დროს ყოფილ დავიჯერო. ანუ კი გარკვეული წლების უკან ვიყავი შეყვარებული, მაგრამ როგორც ასეთი ბავშვური. ეს ბავშვური გატაცება იყო უფრო შეყვარებულისთვის ან თუ ჩაიდენ სამომავლოდ როცა იქნები შეყვარებული. სიგიჟეს გააჩნია, თორე ადამიანი ხა სიყვარულის გულზე რატო არ გააკეთებს, მით უმეტეს გოგოს როცა სიამოვნებს რაღაც იგაკეთება, ბიჭმაც მე მგონა იაქტივოს, მაგრამ მე მგონი შენ ზუსტად ისეთი სასურველი სასიცო ხარ, ოღონდ თეთრი რაშის გარეშე, როგორცაც ეძებს თითქმის მთელი საქართველოს დასაუჯახებელი მანდილოსნები, სპორტსმენი, ჩემპიონი, სამსახურით და ასე შემდეგ ხასიათით სავარაუდოდ გავიგეთ როგორი აქვს, ასე რომ დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად იაქტიურებ და მოაწონებთ ილიას თავს. რამდენად
თავისუფალი ხარ ურთიერთობაში შენ შეყვარებულს მისცემ თუ არა სულ თავისუფლებას თუ რაღაც ჩარჩოებში გეყოლება თავისუფლებას გააჩნია, მოდი ესე რომ ვთქვათ. შენ როგორ აღიქვენ თავისუფლებას? თავისუფლებას ბევრი მანდილოსანი და ბევრი გოგონა მე მგონი სხვანაირად აღიქვამს, სხვანაირად გონია თავისუფლება, მაგრამ ადამიანი როცა ოჯახს ქმნის, იქ რაღაც თავისუფლებაც იზღუდება და ის თანაჩინი ცოტა რაღაცებიც იზღუდება. ძალიან დიდი მადლობა ილია რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი. გისურვებ ძალიან დიდ წარმატებებს. კიდევ ერთხელ გესახელებინოს ჩვენი ქვეყანა. ბევრი პრიზები ჩამოგეტანოს და ჩვენი ქვეყნის სახელი გაგეტანოს კიდევ ბევრჯერ საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო იმისთვის რომ გაატარეთ ეს დრო ჩვენთან ერთად.